ვიცი არ ამიშევ შენ როგორ ხარ ხო კარგად ხარ არაფერი ისეთი ძველებურად ხო შენს კი რა ხდება არაფერი ცხელა ძალიან ცხელა და აგერ აბაზანაში ვარ და ხო რა ხდება შენს კი მოყევი რამ კაი გაჩერდი ნუ მოცინებ კაი გაჩერდი კარგი მიდი კაი წავედი კარგი წავედი ბაბუ ხო რა გჭირს კარგი წავედი კაი რომანტიკული გარემო მოიწყე რა ნიჭიერი ხარ ეგეთი ნიჭიერიც არ შეიძლება რომ იყო იმ სულ შენი პეტო რა მაგარი ხარ აუ ისენეთა ეხლა ის გოგო რომ ხედავდეს ესეთ რომანტიკულ გარემოში რომ ხედავ ესეც უხერხული ცოტა უხერხული ვა ეს ნახე პლატინიანი მუხლი რა მაგრად იძირება რა მაგარია ნახე მოდი აბა ჩვენ ჩავიზიროთ ეხლა პლატინიანი მუხლთან ერთად მოდი მე პიტბეგურა აბაზანის მეფე მე Алло. Холаша. Алло, ხო. გისმელაშა. ხო. დავიცი არ შეერაშები. აჰა. ხო, არა, სააბაზანოში ვარ, ხო. ის ტესტები და რაღაცები დახმარ. მოდი მე დაგიხმარები, რა პრობლემაა, ხო. კარგი, მიდი გელოდები, ხო. ხო, ისა, ლაშა, რა უნდა გითხრა ისა. ის სახოთი დამავიწყდა წავმიღე, გაიგე? კარგი ლაშა მიდი გელოდები, კარგი. მაგარი ტიპი ესეც რა. რა გიშკაცო. ნახე როგორი ჩემნაირი პროფილი აქვს ამასაც. შეხედე. რა მაგარია. მაგარი რაღაცაა რა. ატა შემოვიდე? შემოდი ლაშა, ხო, შემოდი, აბა რა უნდა? ხო, აი ეს. ეს რა რომანტიკული საღამო გიწვია. რა ის ხდება? ამ ბაღას მოუწყე ეს რომანტიკული საღამო? დავპატა. ისე ხო ისეთი რომანტიკული საღამო მოგიწვია რომ მართლა შეიძლება გადაიქცეს ეგ მზე თუ ნახავად. კარგი ვიხუმრეთ მეყო რა გინდა ბა გისმენ. ხო, აი მოგარჩით თქვენი ის რაფია კი სახოთი კიდევ რამე? კი, როგორ არის და ხანახან მოდი ზოგის გამიხეხე. მოდი. დადე მარხა. ამას უყურეთ რა, რა თამაშობ, რა წუწაობ, რა არის? პატარა ბავშვი ხარ თუ რა ხარ? კიდე მოგახვიეს პესახოძე, გაგიყვანო იქ თეთახშლე გაგამშრალო, რა? რა ვიხუმრეთ, მეყო მეთქი რა გინდა ეს არის? რა მინდა და ხო მართლა ის შენ ხო მითხარი ადრე რაღაც ტესტირება გავიარეო, უნარჩვევები ჩავაბარეო, ხო? ხო და ეს რა ქვია, რო დამეხმარო რა, მე სხვა მაგათ რა შევი კაცო რა? ხო კარგი ხუმრობ აი. ხო და რო დამეხმარო რა შენ? რა ტესტირებაში? დაგეხმარო რა ვიცი ხა, რა ვიცი. და მომისმინე, თან შენ მარტო დარჩენის ხო? გეშინი ღამე, ძაღში. ხო და რამერე და შემოდი და ბარემ ჩვენთან დარჩი. ხო, კარგი.
ხო. კი ბატონო, დაგეხმარებ რა პრობლემა. აბა, კარგი, შეთანხმდი, დაგეხმარებ. მოიჭედე, იყავი და რო გავა მე რეადები ბატონო. ხო? რა საპარაკო, ლაშა, გაგაცილებ კაცო, სირცხვილია. რა არის სირცხვილი კაცო, წამალ მე თვითონ მივხედავ. მოიჭა კაცო. მართლა მოიჭა კაცო. კარგი, ხო. წამალ მე კიდე მე რა ის. ხო, მიდი დაგეხმარებ. კიდე. კარგი, რა იყო, ლაშა, რა მისცემ. აიმე. მართლა მაიშე. აბა ბექა, რასაკეთებ ამდენი ხანი მოწყენი რო ზიხარა, ხა? რა ოლაშა, რა მინდაო, ხა? ტესტირებაო, არა? მოდი, შენ ცოტა ხარ უწყობ ამდენი ხანი კაცო. მოდი, მოგიყვა. მოდი, ბექა. არ ყოფილიყავით პაატას რა უნდა ეკთა, სად უნდა დაეძინა? რა ვიცი, შევიდოდა რომელიმე მეზობელთან და მოატყუებდა კარები ჩამეკეტა ერთ ღამეს თქვენთან გავაცინებ. კიდე აქ ვერ გავიგე რა, არის თუ ბეარი რა, აღარ შემიძლია რა. აუ, მე კიდე მაგალითს ვერ ხსნია. მაჩვენე? 129 არის აქ პასუხი. 129, მშვენიერია. მადლობა. შენ ბეშემოხაზე. მადლობა. ვაშაბიძია, თუ გინდა ხვალ გამოცდაზე უთხარი რომ სტუმრები ყავდა და ვერ მოასწარი სწავლა. მე ქართულში ეგრევაპირო. ნიკა, იმეცადინე, თორე უსაქმური გამოხვალ. ხო, და მე მაინც მოგიწევს მეცადინეობა. რა იყო ეხლა ეგ? წერია ისევ. დაგიჟდები რა. მართლა ვერ გავიგე ვერაფერი რა. მე გავაღებ. ესე იგი, ოღონდ არ იმეცადინოს და კარებსაც კი გააღებს. ბავშვი, როგორ ხარ? ლაშა საქმეა? რა არის? ის სახშია, მაგრამ ეზოში ვერ ჩამომეცადინებ. ვინ ახლა შენ? მოდი ბატა, მოდი. რა შევი, როგორ ხარ? ლაშა. როგორ მიდის საქმეები? ახლა ტესტები რაღაცა გამოდის რამე? გამოდის რა ვიცი პატა რა, ვერ გავიგე. ხან არის პასუხი, ხან ბე არის. სად რომელია ვეღარ გავიგე რა და ხო იცი ამ გასაუბრებაზე მივდივარ, სამსახურის თაობაზე მეთქი. დამეხმარე რა. დაგეხმარო რა ლაშა, მე უნდა გიხებძვანელო. შენ შემოხაზე და მე ჩამოვარებე. აბა როგორ დაგეხმარო? დახტება გოგოებო მაქეთ. ფილმს უყურებს, მოდი. რა ფილმია რა? ნოთინქილი. ნოთინქილი რა, ქალაჩუნები ხარ თუ რა არის ვერ გავიგე რა? თუმცა თქვენ ხო აქ ესე იგი აღწევი მე? კი, აღწევი. ჯერ კი აზრია, მაგრამ მაინც გაგიშევა. რა ვიცი, მაინც თუ აღწევი ისა იქნება ცოტა რო ჩაიწიოთ ეკლა, ცოტა. ხო, ცოტა ჩაიწი? ცოტა? ხო. ცოტა ო, ბევრია, მაგრამ კარგია, ხო. შეხედე ეკლა იქ მან ხალაც დავდეთ, ხო, შენ სადაც იხარ, ხო? ხო, კი. შენ სადაც იხარ, მან? ხო, ცოტა ეგ აქია. შეხედე რა. მართლა არ გაწუხებთ, ხო? არა, პატა, ის წუთით მე. ძალიან კარგი. ისე თეკლე ეთქვით გავასწრო. აქ. იცი რა არის, მოდი. ფილმი მინდა მე და ტელევიზორს გამოვხთავ ხო და აი პულტი და გამოვხდეთ. შუქიც ხوار ჩავაგროთ პაატა შუქიც რა? კი, ლაშა მისყიტინებს მაგრად მისყიტინებს კი. მოკლედ რა, ავალ მე რამეს დავლეწავ და ჩამოდი. ვერ გავიგე კიდე აქ რა ხანბი არის ხანა არის ხანბი არის ხან უძე არის ხან დე არის აღარ შემიძლია რა ელენე გეხვეწები რა მითხარი რა როდემდე უნდა კარგი ლაშა დაანებე თავის წიაღს სამეცადინო მიდი ნიკა იმეცადინო აუ ცოტა ჩუმად რა ხო რა ძალიან ისე უგაჩუმდებით რომ შემეშინდეს და მარტო ვიგდო თავის
შენ ცოტა ჩუმადლა შენ. შენ ვერ ხვდებ. შენ ვერ ხვდებ. ხვალდასტირება მაქვს. ო, ბევრია, მაგრამ კარგია. ნიკა აიღე ქართული სტიგნი ადი ოთახში და იმეცადინე. ბავშვი. ოდია. რა უნდა იმეცადენ, რას კითხულობ? რას და მთის წყარს და ის. ვა, რა კარგია. მომისმინე იცი რა ქენი ხეში, აქიდექი. და ეგ წაიკითხე, ხო? მე წამიკითხე. ოღონდ რა ქენი, ხმადაბლა და მონოტორულად, და დაიწყე. დაიწყე. ია. უღრან ტყეში მოსული ვარ, მინამ ცოტა. ნიკა, ადი ოთახში. ბავშვს დავაძინებ და ნიკა, ადი ოთახში. ხო, კარგი ბავშვი, კარგია. ამიცი რა ვერ გავიგე მეთქი ელენე გეუბნები აღარ პატა შენ ის მოხვედი აგენტი გამაგებინე რა მე რო გითხარი შენ აი აქ მომხედე ხა აი აქ მე დაგიდა მოდი დაგიხმარები მე-19 ეს იცი მაჩვენი აბა რომელი მე-19 რა არის ეს არ ვიცი მაგრამ რა ხან ახარ მოდი ის რა ხენ საბანი ჩამიკეცე რა რაღაც მიბერავს ცოტა და მიდი ჩამიკეცე შენ მართლა გიბერავს და მიდი ცოტა ხო ბევრია მაგრამ კარგია კარგი უღია ელენე მომისმინე პატრული რომ მოვა უთხარო თვითონ გადახდა აიმიდან კარგი ვაშა და დაცმარ ვაშა მოვიფიქრე ყავა დავალებინოთ რომ გამოფხიზდეს ძალიან კარგი მიდი მოიტანე მოიტანე 1 2 კიდე ცოტა ო ბევრია მაგრამ კარგია რა ხდება? არაფერი, ლაშა, დაიძინე, არაფერი. დაიძინე. ლაშა. ლაშა, ეთი, გეხოცები და შემომხილე, ზურგზე რამე მაქვს, რა? არაფერი არა. არა. წადი დაიძინე პატა, ხო? კარგი? ხო, კარგი, დავიძინე, კარგი. ლაშა. ოპა. მართლა სასაცილო პიჟამო მოცია, ჰა? არა, რას ლაპარაკობ, პატა, არ გაწვია სასაცილო პიჟამი, მაგაზე არ იფიქრო შენ. წადი დაიძინე. ხო, კარგია, მოხსნოს, ხო? კი, მომწონს კი არა, გადავირია ისეთი კარგია, კარგია, ხო? მე არ გინდა გათხო. არა, არ მინდა. არა. კარგი ხო, წავალ დავიძინე. წადი აბა, კარგად, დილინებისა პატა. დილინებისა. მე გახდილაშა, ჰა? არა, პატა. ხო, ეთქო მომესმა და კარგი. ხო, რა ვიცი, თუ რამე გინდა დამიძახი, ხო ის ადამიანი. კარგი, პატა, კარგი. ეხლა წადი დაიძინე, ხო? კარგი. ლაშა. გვიძავს ლაშა შენ. ხო, აი რატომღაც მღვიძავს პატა. ხო, არც შენ არ გეძინება, ხო, არც მე. რა დამთხევა? ხო. კარგი, წავალ დავიზინებ, ლაშა, რანაირად მიყურებს, აი. აბა წადი მე და დაიძინე, რა პრობლემა. რა პატა. აი, შენ რო დღეს ტესტის პასუხი გაინტერესებდა, ეგ არის მაგის პასუხი რა ვიცი მე. ხო, კარგი, ხო, დიდი მადლობა. ხვალ გავაგზავნოთ ეგ, ხო? ხვალ გავაგზავნოთ, მაგრამ ხვალებზე იქნება და რა. ხო, კარგი, პატა. არა, უბრალოდ რატო გეუბნები ისი რომ დავაზუსტოთ. ეს გამახსენე ეგ ტესტი როგორ არის? მანე ხვალ გავაგზავნოთ, გეხოცები ახლა უნდა დავიძინო, ხვალ ხო იცი რომ სამსახურში მივდივარ და უნდა ასე ვთქვათ, სამსახურის თაობაზე. გასაგებია, ლაშა, მომისმინე, რა უნდა თქვა? აი, ვერ ვიძინებ, ლაშა, იმ დივანზე ახლა რა მომისმინე, ვერ ვიძინებ. რაღაცა ჭრაჭმობს, იქ რაღაცა ჭრეალებს, იქიდან რაღაცა ხმები ისმის, იქ რაღაცა იწობს ზუის, არ ვერ მოვისმენე და ამ ხელა ადგილზე დავწები აქ რა მოხდა მე არაფერი ხო?
დააწექი პატა, რაც გინდა ის ქემი ოღონდ ჩუმად იყავი და დაიძინე. ჩუმად ეკნები, აბა რა ვიგავგებ ძინარი ადამიანი ხმაურობდეს და ხო არა შეუნდა. ჩუმად ეკნები, აბა რა. დაკი. ძილინებისა პატა. ძილინებისა ლაშა. 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 ლაშა, განდა თქოიცი. აი, თქვენ რო ის გაქვთ სავარძელი, ხო იცი ესე რო ქანაობს. ხო ხტები რომელზე გეუბნები? კი, ვიცი. ხო, ანუ აი რომელზე გეუბნები? რო არ შეგეშალოს, რო დავაზუსტო, რა იმიტომ გიხსნი, აი ვანთა რო სავარძელი დგას, ხო ხტები ვიცი, ეს სავარძელი, ხო. ხო და მაგის წინ რო ის არის დივანი, ხო იცი ნარინჯისფერი, ხო ხტები რომელიც სავარძელის წინ გეუბნები, იცი რომ იმას არის განა მაგიდასა წარმოიდგინე რომ ამ სახლში რაც არის ყველაფერი ვიცი. ხო და ხო მეუბნები ვიციო, რასაც კითხე ხო ვიციო, იცი და თუ იცი ძალიან კარგი, ეხლა რა უნდა კითხო. აი ნარინჯისფერი დივანი რო გაქვთ იქ თქვენ, რა ქვია, ის სკამის წინ, ხო ხტები? ო, ვიცი, რომელზეც მეუბნები გააკეთებს, რა ვიცი მაგიდა. ლაშა, რაღაცა გეკითხები. მერე ვიცი, ისიც ვიცი და ის ნარინჯისფერი ვიცი. ხო იცი რომ მეუბნები ვიციო და აი მაინტერესებდა უბრალოდ ის ნარინჯისფერი დივანი ძვირი ღირს ნეტა? არ ვიცი. კარგი რა იყო, რატომ მიჩხუბები? ძილინების. ათასი? პატა. ხვალ მაქმეთქი სამსახურის თაობაზე უმნიშვნელოვანე შეხვედრა. გეხვეწები დამანებეთავი, გაჩუმდი, გადატრიალდი და დაიძინე. კარგი, ლაშა, ხო ვიძინე რა იყო? გადაბრუნდი და დავიძინე. ხო, გადაბრუნდი მე და დავიძინე და გადაბრუნდი შენ და დაიძინე. კარგი, ხო, მიდი. ლაშა. ლაშა, რა ხელა ზურგი აქვს ლაშა რა. ამაიეთი, ხელებს როგორ აწყვენ ამ ხელა ზურგი როგორ არა? შენ პრინციპს ხელების გრძელი გექნება, ხო? აბა გაშალეთ, ხელები გაშალე, გეხოცები ერთი, ლაშა. ლაშა, ნახე, მარცხენა პლატინელი მუხლი როგორ ჭრიალებს, ნახე გესმის? ჰა? კარგი რა პატა რა. ხო შეიძლება პატა, ეთხე ადგე და გაჩუნდე რა. ხო შეიძლება რომ გაჩუნდე რა. ათე კიდე დაიძინე ადამიანი არ ახარკას რა. შეთი რაღაც არ ვინახავს რა. ხმა აღარ გამიგო შენ თუ რა ვიცი რა ვიზავ. კარგი ლაშა რა იყო. გაჩუმდი ხო? ლაშა. მილიონი ლარი რომ მოხსა, რო კონდეს რა ვიზავდი? რას ვიზავდი? დავიქირავებდი ბანდიტებს და შენ თავს მოვატაცებინებდი აქედან საერთოდ. არა, მაშინ შენ არ კონდეს, მე მქონდეს. აუ მილიონი ლარი რომ კონდეს, იცი რას ვიზავდი? ძალიან დიდ სახს ავაშენებდი. ცოტა კიდე უფრო დიდ. ცოტა კიდე დიდ. ცოტა. ცოტა კიდე? ცოტა? ცოტა? ცოტა. ცოტა. ცოტა კიდე დიდი, ცოტა. კარგი. თეორია, მაგრამ კარგია, არა უშავს. პატა. ბატონო. გეხვეწები რა. მოდი გაჩუმდი რა, ხო შეიძლება რომ ახლა ნამდვილად გულით და სულით გეხვეწები, გაჩუმდი. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე მაქვს როგორც გითხარი უკვე მეათე გეუბნები მე მგონი. კარგი? კარგი, რა ხდება რა მნიშვნელოვანი დღე არის. სამსახურში მივდივარ, სამსახურის თაობაზე მივდივარ მეთქი გეუბნები და ახლა რო არ წავიდე ისე არ არსებობს კლინიკაში გასაუბრებაზე მივდივარ. რა სამსახურია რა არის? კლინიკა ერთი რაღაც. რა კაი კლინიკა, ნეტა ის რამე, ჰა? როგორ რაღაცაა ეს ახლა? აბა, გეტყვი რა.
ვიყავი ხო რა მანამდე ნახე დავათვალიერე შემიყვანეს ეხლა შევედი რა ჩვეულებრივი კაბინეტები ასე ვთქვათ სისუფთავე ისეთი სისუფთავე რა ვიცი მიდიხარ ჩემი კაბინეტი მექნება თუ ამიყვანეს ხო საფხელფასით მშვენიერთან ახლოს არის რა ვიცი ეხლა ტექნიკ დამადგინეო რამდენ თაპარად რა არის აღარ გეძინება ჰა ვიძინეს მე და ხმა აღარ ამოიღე კი ბატონო ეს ვიძინეს ამერშიდობის ძილინების ველიძილი კარგად იყავი ნახვამდის მადლობა სულ კარგად ბრძანდება ხო და ხო კარგი ოხ ეხლა ლაშა ის ფილმი ნანახი გაქ შეიძლება რა ქვია რა თქმა უნდა სახეს ვერ იხსენებ ის ფილმი რო არის რა ქვია ეს რო ეუბნება მეორეს ის რა ქვია სახელი კაცო როგორ არის რაღაც მომენტი მახსოვს მოიცადე როგორ ეუბნება იცი მარნდა ბოსლიდანა გასწო რა მაგარი არა ხო არა უბრალოდ რავი სახელის ვერ გავიხსენ რაღაცა ღვინოსი პარავენ ეგენი გაიგე და მე რაღაცა ღვინოს ვიხშოვნი მეზობელ ეგ მეზობელს არ ვიშოვნე Ay, no, ძლივს რა შენ იცის ფილოსოფოს რო სპლიყვი ქვია? თეკლა რა კარგი ამინდია რა. კარგი ამინდია, კარგი, მაგრამ ის ყველაზე და ყველაფერზე კარგია. თეკლა. ზეანათებს? როგორც ისანათებს. ყვავილები იფურჩქნება. როგორც ის იფურჩქნება ხოლმე. ციტაკა? ციტაკა. რა ციტაკა ელენე, ზეკლა რა ციტაკა? პატა რა გჭირს? უისა შევკვეთავთ რამეს? მოდი შევუკეთოთ კიდე დაჯექი ერთი წუთი შენ. სამოჯექი შენ სალაპარაკო მოთქვენ. ეხლა რა ხდება? სამივე აქ ხართ უცხოები არავინ არ ვართ. რაღაცა უნდა გითხოთ. არ მინდა ეხლა ის რა მოიდება და რაღაც რასაც შეგეკითხებით გულახდილად გამეცපასო. ანუ რაღაცას ხო შეგეკითხებით მე. არ მინდა აი ძალიან ხოთ, იმიტომ რომ ხო ვარ. კარგი ხო გეკითხებით, კარგი ხო. აი გეკითხებით ეხლა მე. მე სიმპათიური ვარ თუ ძალიან სიმპათიური? მე ვერაფერი ვერ გავიგე, რა ხდება? ეხლა მოვედი. ჩვენ დიდი ხანია აქ ვართ, მაგრამ ჩვენც ვერაფერი ვერ გავიგეთ. პატა, რა ხდება? გამაგებინე, ვინ არის ის, რომელიც იფურჩქნება, ის, რომელიც ანათებს? ხო, გასაგებია, გეტყვით ეხლა, აი, სწორად მიმივხვდით და მაგაზე გეუბნებით. სწორად მიმივხვდით, მაგას გეუბნებოდით. მოკლედ. რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გოგონას მოვეწონა? რა უნდა გავაკეთო? იმისთვის რომ იფურჩქნება. ხო, ანათებს. ხო, გასაგებია, ხო თქვით ეხლა ერთხელ რომ იფურჩქნება ანათებს და რაღაც აღარ გვინდა მეორედ. აი, რა უნდა გავაკეთო იმისათვის რომ გოგონას მოვეწონა? არა მარტო მოვეწონა, გადაირიოს, გაგიჟდეს, თავდავიწყებით შეუყვარდე, ჩემი გულისთვის ყველაფერი გააკეთოს. აი, არ ვიცი, წყუაზე რომ შეიშალოს, ისე შეუყვარდე, ნუ ეხლა თეკლა შეუძლია ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვს. ერთხელ ჩემო იაგო მიცი რა ქნა? ქობულეთში მიდიოდა თავის მანქანით და გურიაში გადაურბინეს ბატებმა და იაგომ ისე მოხერხებულად აუარა ამ ბატებს გვერდი რომ უკან რომ მოიხედა ყლელობატი ცოცხალი იყო და სიხარულისაგან ფთევს აკლებდნენ. რა მაგარია. არა
ხათიაო გასაგებია გავხი მე რა უნდა გავაკეთო მე შენ არ ვიცი რა მე ისე მოვყევი რომ იცოდეთ მაინც ხათია ვაშლის წვენი მომიტანე მოგიტან ვაშლის წვენი აი რაღაცა დამეხმარეთ ხალხო აი მითხარ აი ელენე მაგალითად აი შენი მაგალითი ავიღოთ ხო ხო აი როცა რო შეგიყვარდა ხო და ნუ რო გათხოვდი ხო აი რა გააკეთა იმ ადამიანმა იმის გულისთვის რომ აი მოწონებოდი აი რა გააკეთა მაგალითად რა ქვია ზურა თუ ზურიკო რა ვიცი ხო რაც ქვია რა გააკეთა იმისთვის რომ კარგი შეკითხვა პატა რა გააკეთა კარგი მე მგონი ჯობია ისე შენ მიპასუხო თეკლა კარგი ელენე გააგზელე ფიქრი ხო თეკლა მოკლედ მითხარი როგორი ბიჭები მოწონთ გოგოებს გოგოებს ნუ თითქმის ყველა გოგოს მოწონს ათლეტური აღნაგობის ბიჭები ხო ნუ ეხლა აღნაგობას რაც შეეხება მე პრობლემა არ მაქვს იმიტომ რომ აღნაგობა მაქვს ფაქტია რომ აღნაგობა მაქვს ხო მაგასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს ელენე შენ ხო რა ვიცი მე ვთვლი რომ გოგოებს მოწონთ განათლებული ბიჭები რა თქმა უნდა ნაკითხი ცხადია თავისთავად ნუ უფრო კრეატიული ბოჭკო პარალელეპიპედი მოდული იცი რა მე მახსოვს ზიგმუნდ ფროიდი რომელმაც თავის ნაშრომში გამოთქვა ესეთი აზრი რომ ადამიანის ესეთი დამოკიდებულება რაღაც აი ვან გოგს აი თქვენ ვან გოგი წერდა თავის წერილებში რომ მას რომ აიმუშავა მაგაროში აქ არ ექნება ულამაზეს სოფელ არლისში სადაც აი ორანჟი სახელი უნდა შევიცვლო. აბა გეძახით პაატა და არის ხედები. ხო, ნუ გასაგებია, ხო, აი შევიცვლო. კარგი, რა უშოთ იყოს ეგეთი ვარიანტი, შევიცვლო სახეს. რა დავიწყო? გოჩა? ხო, გოჩა. აი წარმოვიდგინე, გოჩა. ჰა, როგორ? გოჩა. აი გარ ვარ გაიცი რატომ რას გავს იცი აი მას უკიდა რომ ჩადია ხოლმე ხო და გაჩ მაგას გავს არ მინდა ეგ არ მინდა ბატონო ლაშა ლაშა ტორონჯაძე მე ეს ვიცი იცი საიდან სივიში წაიკითხეთ უკვე მითხარით მე გითხარით როცა შემოხვედით შემოვედოდი ხო შემოვედი 40 წუთის წინ 40 დამითხარით თქვენ დამკითხეთ დიახ მე გკითხეთ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სამსახურის დაწყება ჩემთვის სამსახურის დაწყება არის ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ თუ მე ამიყვანთ სამსახურში თქვენ ამით რა თქმა უნდა არ წაგებთ იმიტომ რომ მე ვარ ძალიან ენერგიული ახალგაზრდა და ხშირად ასე ვთქვათ მუშაობ ხო ხშირად მუშაობ ცოტა ისე იყო მაგრამ მუშაობდი ძალიან ესეთი შრომის მოყვარე ადამიანი ვარ როცა საქმე არა მაქვს ეხმარები ხოლმე ასე ვთქვათ ჩემს კოლეგები იქით იყოს და დაწყებული ასე ვთქვათ ექთნები დამთავრებული სანიტრებითაც კი აი მათ ვეხმარებ მოკლედ აი ამის თქვა მინდოდა ოღონდ წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი თქვი მე ძალიან ენერგიულად ომახიანად და დაჯერებული ხმით კარგით აქ გიწერიათ რომ ბევრ კლინიკაში გიმუშავიათ რომელ კლინიკას გამოყოფდით რომელი კლინიკის იყავით კმაყოფილი და რატომ უკაცრავად დიახ მე გკითხეთ მეც ვფიქრობდი დიახ ფიქრობდი რომ მკითხეთ აი ესე ფიქრობ ხოლმე საერთოდ კი აი ესე ბავშვებიდან ესე რომ ფიქრობდი ხოლმე აი მაგალითად ტაბულას როცა სწავლობდი ხო რა მკითხეთ რომელ კლინიკას გამოყოფდით და რატომ
რომელ კლინიკას გამოვყოფდი და რატო? აი მან წერია, რომელსაც გამოვყოფდი, გამოყოფილად მიწერია მან. მე მგონი შენ გაქვს ახლა სამი ვარიანტი. აბა, რა სამი ვარიანტი მაქვს? ის დაიხება. პირველი, პირდაპირ მიდიხარ იმ გოგოსთან და ეუბნები რას გრძნობ. მეორე, რამე სიურპრიზი უნდა გაუკეთო ამ გოგოს და მესამე, რამე გმირობა უნდა ჩაიდინო. ესე იგი. მეოთხე აღარ არის. 0? ბატა. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ვერ ხვდები არ ვიცი მოიცა ესე იგი რაზე მწყდება ისი გული რო აი გული რაზე მწყდება ისი ამხელა პლატინა მაქვს მუხში ესე იგი გოგოებისთვის არაფერს არ ნიშნავს დავიჯერო ეგ რომ მე ამხელა პლატინა რო მაქვს მუხში გოგოსთვის პლატინა მუხში აი რა ეხა თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს რომ მე პლატინა რო მაქვს მუხში არა უყურე ვარა კარაფსუტები ხარ ხალხო რა კარაფსუტები ხარ ეკა, შენ ვისი წვენი შემიკვეთე? ვაშლის. რომელია ვაშლის? ეს, არა, რა ვიცი, მე თათია, რა ვიცი. იცი რას ვიზავ? ეხლა სხვებს მიუტან. ისინი თავის წვენებს ხო ერჩევენ და რომელიც დარჩება, ის იქნება შენი ვაშლის წვენი. კარგი თათია. კარგი. გამახსენდა რით მომაწოდა თავის აბა თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი ხო მოკლედ ერთხელ იჩხუბა სამნიშნულობა აქრის გამო იჩხუბა ჩემი გულისთვის იჩხუბა ხო და მე თვალი ქონდა ჩალურჯებული ისეთი საყვარელი იყო ჩალურჯებული თვალით რომ აი მე მგონი მაგ დროს გამიჩნდა რაღაც გრძნობა ვა არ არის ეს ცუდი ვარიანტი ხო შეიძლება ანუ თვალი რომ კონდეს მისი გულს რომ იჩხუბო რაღაც შეიძლება გრძნობა გაჩნდეს შეიძლება მაგაზე დაფიქრდეთ. შეიძლება. მომისმე რა უნდა გითხრათ? აი ხო რომ მივიდე და იმას რა ავარტყა, ჰა? აი მას აი. კარგი ბატა. აი ხო კარგი რა არ ავარტყავ დაუშვებ. მივოტო უბრალოდ ყურს ავუწევ რა მოდი. აი ციტუსი გამატარე კაცო. ბატა. კარგი სკიპურს მაინც დავარტყავ რა მოდი. ეგლა პატარა სკიპურტი რომ მივყო რა მოდი. მოდი არ დაჯექი. რომ მოეწონო საჭიროა პატარა ჩალურჯება და ეხლა ისეც ნუიზავრო პირდაპირ ცოლად გამოყვეს. ჰეკლა. თურმე ალუბლის წვენი ყოფილა შენი. ხო, ალუბლის წვენი შევიდა. კარგი მომეცი თათი. აბა, რაცებით როგორ ახართ? აი ეს ბიჭია მიზეც გელაპარაკება. ხო? აი კითხეთ ხო რა წერია? ამას უნდა ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ წაიკითხა, იმიტომ რომ რამდენჯერაც თავიდან წაიკითხათ, იმდენ სიბრძნესა და მარგალიტს აღმოაჩენ. თავიდან დაიწყე შეგენაცა. მოგეშინია რა? ჩემიანია დალაპარაკებული არ სულ ყველაფერი ხუთია. მართლა საქმე როგორც მე და შენ გვაწყობს ყველაფერი უთხარით. რა უთხარი? რა უთხარი და გაჭირებული რო ხარ, აქცეული რო ხარ, უპატრონო რო ხარ, მიტოვებული რო ხარ, ცოლი რო გაგექცა, ლოთი რო ხარ და სულ ყველაფერი უთხარი. ეს ლაპარაკობ რა? რასია ხოლი განეცელა უპატრონო და ლოთი რას მისახა ამ ეტაპზე ეს იყო საჭირო და მე იმას რა საჭიროა შენის მითხარი ტესტები როგორ დაწერე ტესტები ჩავწერე დავწერე კარგად დავწერე ოღონდ ცოტა შემეშალა ნუ ცოტას არ აუშავს ცოტას კიდე ცოტასაც არ აუშავს კიდე ცოტასაც არ აუშავს ხო ალბათ ნახა ნამდვილ ცოტას არ აუშავს იქვე იმ ცოტასაც ბარემ არა ისეთი ზარი არ ვარ უპასუხო არაფერ შეიძლება იქიდან მირეკავე და თქვენ არ მოიწყინოთ ეხლა მე მოვალ ყველაფერი ისე როგორც საჭიროა აბო ბატონო ლაშა მე გეკითხებოდით რომელ კლინიკაში მოგწონდათ მუშაობა ბატონო ლაშა აბა რა ხება ხوار მარცხეს არა რას ამბობთ ვახტანგივით დინა ლაშა ლაშა დიახ აქავარ მე აქავარ კაცო რას არა დიახ ცოტას არაუშავს ცოტას კიდე ცოტა ისე მაინც ნუ გეშინია ყველაფერი რიგზია და ისეა როგორც ჩვენ გვაწყობს მაგრამ მე რო არ გავდე რა გეშველებინა მაგრამ ყველაფერი მოგიგვარი ნოდა გადამეხატე
კარგი. დიახ. ესე იგი, საუდა. ესე იგი, ფაქტიურად ამიყვანეს ხო სამსახო? რა მაგალითად, ნუ და შენგენაც არის, შენ გაიხარე და ფაქტიურად მუშაობ უკვე. იგი თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად უარს ვამბობ სამსახურში აყვანას. ვისეუბნები თუ არს, მე ნოდარ მგელაძე თქვენ მეუბნები თუ არს? კარგი, გასაგებია, წამოდი. ადექი, წამოდი. მიდივარ. მიდივარ, რაიმე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა რამხელა რაღაც გააკეთეთ. მე ამ სიკეთეს არასოდეს არ დაგივიწყებ. აი, უღრმესი მადლობა რომ ასე არ ამიყვანეთ სამსახურში, ეს არის რაღაც საოცრება ჩემთვის. თქვენ ძალიან დიდი, აი ისევა თითქოს მძინავს, აი სიზმარში. ნამდვილად გძინა. ძალიან დიდი მადლობა. რა მადლობა ბიჭო, წამოდი, არა გიყვანეს, არა, წამოდი. არა მადლობას ვუხდით. რა ვიცი, მე რა სუხდი, წამოდი, ჩვენი შეიძლება მოგა. ჩვენი მოდიჩონას არა უშავს, მაგრამ თურმე უშავს. მე ისევ გაგაკეთებინებ შენ საქმეს და ქვეყნის საქმეს. ნიკა ხო გემრიელი ომლეტია? იდა. აბა თუ მიხვდები რა დაუმატე? პიცარი? თუ დაამთავრე ადი მიდი ოთახში. ო, ამის ჭამას მირჩევნე ესე ბუნება ვისწავლე. ელენე, აქ ხარ, რა კარგია. ელენე მოვიფიქრე. რა და როგორ უნდა მოვეწონო იმ გოგოს? შენ ხომ მითხარი, მომისმინე, შენ ხომ მითხარი რომ იმ გოგოს თუ გნახა თვალ ჩარუჯებულიო და თუ გაიგო რომ მისი გულისთვის იჭრე მოეწონებიო, ხომ მითხარი? ხო და მოვიფიქრე, გეგმა მაქვს მაგარი, მისმინე ახლა. მოკლედ, ნუ უნდა ვნახოს მე, უნდა ვნახოს თვალ ჩარუჯებული. მე ხო შემეკითხება რა მოხდა? რა მოხდა და მე ვეკითხები რომ ვიჭხუდე, ვეუბნები უბრალოდ ვიჭხუდე იმ გოგოს გულისთვის. ხო და მე თელი იმას რა ქვია, უბას მოვძებს ამ ამბავს, რომ იმის გულისთვის ვიჭხუდე, ის გოგოს გაიგებს და შეუყვარდები. ჰა? რა სიტყვა? მაგარია. ხო, მაგარია ძვირ. ჰა? მაგარია. ხო და თუ მაგარია მოდი შემოვსხე. ო, ელენე, რა სოღოთ მარცხენა თვალში შემოვსხე, მარჯვენა დაწოვე როგორც არის იყოს ისე. არა, არ შემიძლია. კარგი, ელენე, რა შეგიძლია ხა მეგობარი რო გთხოვს, არ უნდა უთავაზო ერთი რაც ის. მოდიში, გადა, მაგრამ არ შემიძლია. ერთი წუთი მოდი ელენე, მოდი. ატეხები. გაამაგრე. ნუ უგარ მოდუნებ მუშტი შეკარი გაამაგრე. მომისმინე ახლა. ეხლა მე აქენა გამოვექანები რა ძალი დაღონე მაქვს და დავეტაკები მეგრევე თვალით მაგმოს რა? არა, არ შემიძლია. რატო დამიშალე, რასაკეთებ კაცო? გაამაგრე მუშტი, გაამაგრე. ძალიან თხოვ ელენე. ძალიან თხოვ არაფერი, უბრალოდ ზათხარ, მოდი ვარ. მე არა შემიძლია რომ გეტყიდო. კარგი ელენე, რა უნდა მეკინო, თავისთან მოდი რა ელენე, ერთხელ რა მოხდება? ბოდიში პაატა, მაგრამ არ შემიძლია. არა და რა მაგარი გეგმა რა ვქნა რა გავაკეთო კაცო. ე, ბავშვი, ხომის, შენ კრიზე ხო დადიხარ? თავდივარ რა მატარები. აი ეგნე და მე ზუსტად ადექი. ბავშვი, ეხლა მე და შენ უნდა ვიცხობოთ, ჰა? მე და შენ? არა, შენ დიდი ხარ მომერე. არა, ბავშვი, მომისმინე რა ხდება ეხლა? მოკლედ, შენ იქნები მუშტებით, მე კიდე თვალით, ჰა? როგორ ეგ? ჰა? ანუ დაგერტყა? ხო, ნუ დამარხი. რა ძალი და მონეგო თელიზელი დამარხი. აწიეხელი, კლავი მუშტი შეკარი, ცოტა უკან, ცოტა. ხო, ბევრია მაგრამ კარგია. ხო. აი ხა ბავშვი რა ძალი და მონეგო დამარხი. მიდი ბავშვი ზადვარ. აუ პეტო, თითი კიდე მткиვა ცოტა და თუ გინდა პანჩურს ამოგაცხა. ბავშვი არ მინდა ხა პანჩური მაწყვა, რაში მაწყობს აბა პანჩური. მე დამტკიცებაზე რომ მივიდეს საქმე, რა ვაჩვენო იმას, ჰა? ზოგიერთ ფაქტი დამარხ, მიდი რა დაიძახონე გაბავშვი. ნიკა. არა, მომაცემებია ხო ესე. კიდე დაგარწა. რა უნდა დამარტყა, დადი იმეცადე თავი დამანებე ბავშვი, რა უნდა დამარტყა. დადი გეხოცები ამან. ნიკა ადი ოთახში მეცადი. მოდი პაატა გეტკინა. გეტკინა, აბა რა სუფრებით კაცო ამბობს რა არის თავი. წავიდა? კი, წავიდა. შეიძლება ელენე ის იყოს. ბატონო. ფრიდანთან რო გახვიდი არ დაგარტყავს? არა ელენე ხა ესე ყურბროლს არ ამგონი არ დამარტყავს.
რო უთხრა სულელური როლები გაქვსო? ო ელენე, რო უთხრა ეხა სულელური როლები გაქვსო, მე უნდა დამიწყოს ახსნა, მე ამასნად ლექსი უნდა მოვაყოლოს, მე კიდე რაღაცა და მე უნდა მომიშალოს ნერვები და მე უნდა დავარწყა აქ. არ მინდა. დავახებ მე. მოიცადე ელენე. მოიცადე რაღაცა აღები მაგ მე გავახებ. მოიცადე. დაჯექი შენ. ღია შემოდი. ლაშა, რა დაგემართე? ლაშა. რა დაგემართე შემოდი. იდე ჩამეძინა ხო? აი მე აიგრება რეკერზე გავგიზდი აღარ შემიძლია ელენე რა შემე აი აღარ შემიძლია რა. აი ეს არის 9 საათში მოვალო სათხარ აქ. მეც ეგრე მეგონა ელენე, მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ჩავჭექი იმ ავტობუსში. ხო და ავდექი მე და რა ქვია ჩამძინებია იქ ავტობუსში. ჩამოვედი ბოლო გაჩერებაზე. ამ ბოლო გაჩერებაზე რომ ჩამოვედი, ეხლა გავაჩერე ტაქსი. ხო და ამ ტაქსმა კიდე ადგა და წამიყვანა, რომ მოვყავდი აქ სახში და მოვიწვა თქვა იქაც ჩამეძინა და 50 ლარი დამიჯდა აქ მოსვა. ეს ყველაფერი არის შენი ბრალი, შენი. ლაშაკე. არაფერი, ლაშა, ხო და თუ შენი ბრალია, მოდი რა გეხოწები, შენ მომცხე რა მოგივიდა. მოდი დამარცხი ლაშა. რა? დამარცხი რა? ლაშა. აი, თქვი, რამდენი ხანი არ გიცემი ვარ. რამდენი ხანი არ გიცემი ვარ. ეს ვერა, ხო, რიგზე. რა მიცემი ხარ, პატარა, გაჩერდი ხარ ნევრები მაქვს მოშლილი და ისინი თუდათავად დამანებე თავი. ხო და დაჯექი ლაშა, მოიკრებე ძალხონე, ადექი მე და გამარცხი რა მოგივიდა, რაც ის ვერ გავიგე. პატარა, მომისმინე, შენს გამო ძალიან რეალური შანსი დავკარგე რომ მე მუშაობ. ხო და ძალიან რეალური ვარიანტი იყო რომ მე მუშაობ და დავჩივი და მუშაობ და შენს გამო და რა სიცულელეებს მელაპარაკე. სიცულელეებს კი რა გელაპარაკები ლაშა, ვერ ხვდები ეხლა მე შენ რა ვაკეთებ? მარილზე, ჭრილობაზე გაყრილ მარილს ლაშა. ცეცხლზე გიწყავ ნაავს ლაშა, მეტი რა გავაკეთო? ატეკი გამარცხი რა ადამიანი ახლა ლაშა. ვერ არის ეს, ხო გაგიჟდა, ხო? ვაი ლაშა. მომისმინე ლაშა. ეხლა ვერ ხვდები რომ ნერო არა შენი სამსახური გექნებოდა დღეს ლაშა რა წիր გეხოწები ლაშა ერთი გამარცხი რა მოგივიდა ლაშა მარცხენა თვალში ჰა ლაშა აიმე ლაშა ბოთე ხარ ლაშა სუხარი ხარ ლაშა ტანკი ხარ ბეყი ხარ ლაშა ბოთე ხარ სუხარი ხარ ბოთი ხარ ლაშა გამარცხი გეხოწები ერთი გამარცხი რა მოგივიდა ლაშა რა იყო რა მე მითხარი თუ რა ლაშა რა აღარ გითხარი და გამარცხი ერთი რა მოგივიდა რა აღარ გითხარი ვერ არის ესა წავალ მე დავიძინე და იქ არ დაგინახო შემოსული თორი არ ვიცი რას გისა წავედი მე დავწერილინე არავინ არ შემახა არ ვიცი აი ვერ გავიგე ღმერთო რა დავაშავე ესეთი რა დავაშავე რომ არავინ არ მცემს რა დავაშავე ესეთი რა არის არავინ არ მიტყავს რა ხდება ვერ გავიგე გამოჩნდება ვინმე ვის დაგარწავს კარგი რა ვიღა გამოჩნდება ელენე რა არა და რა მაგარი გეგმაა რა ვქნა ეხლა ელენე მოიფიქრე რაც უნდა ვქნა რა ხო ვიყურე ელენე მოიფიქრე რაც უნდა ვქნა Oe! Gatebo! Yo que samba, yo stratego! Ase que sala, ase, me qavi, me. Tata moqvat iqavis me tito chamovaqato me tito. ეგ არის მეგობრობა ელენე ამდენი ხარ ეს ხო გამარწი აგ ის ამდენი ხალხი მეგოდება ეს შავიდე თქვენ ვაიმე პატა რა დაგემართა ელენე ვინდა ხალხია რა არის ვერ გავიგე მეგონი თავი მткиვა თავი არის ყველაფერი დადარი ჩემი პიცა? აჩა, გეტყვი.
კი, დიდი პიცა სალამით. არა, სოკოთი. ვიცი, მე სალამით ჩავწერე, ისინი სოკოთი გააკეთებენ. აი, შენი პიცა. დიდი მადლობა. თქვენ პაატა, ხო? კი. თქვენთვის უბრალოდ პიტი. ნუნუ დედა მომიყვა თქვენზე. კი. ეს რა მოხსლიათ. უშოს რა მოხდა მე რა პრობლემა რა მოხდა? რა მოგიყვათ მომიყევით. რაო და ბავშვს ჩხუბებოდაო ნიკა ხო ნიკა ქვია. ნიკამ სცემა პაატა შეშინდა სადარბაზოში. გაიქცა და იქ დაეცაო. ბავშვმა როგორ ხდება?